შემოსვლა ცეკვით მოგესალმებით ეს იმედია და მე გახლავართ დუტა სხიტლაძე რომელსაც გავუძღვები შოუს ფულთან თამაში რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპა ბეტი ეს თითო შეკვრა 2000-ია ესეც 4000 სულ აქ არის 50 ცალი შესაბამისად გამოვიდა რომ აქ მაქვს 100,000 ლარი რომელსაც ეხლა გადავცემ საზეიმოდ თქვენი თანდასწრებით ჩვენ სტუმრებს ზალჩიკობავა და ნინა წრიალაშვილი შევხვდეთ აი ჩემი მარჯვენა გამარჯობა ხელის ჩამართმევა ეს უკვე იმას ნიშნავს რომ 100,000 თქვენია მართლა დაიკავოთ ადგილი პირდაპირ ჩვენია და წავიდეთ აჰა წავედით არა ეს ცოტა აჰა თუ გინდა ხელში გეჭიროთ იმიტომ რომ შეიგზნოთ გაიგე შორიდან ყურება ჯობს არა თქვენია ეს ფული იმიტომ რომ მოხვედით აქ 100,000 გახდა თქვენი ავტომატურად. თავარია ახლა ამ თამაშის პრინციპი რა არის, რომ შევინარჩუნოთო. უკაცრავად მე არ გიცნობთ და აქედან გამომდინარე თქვენი პროფესია თქვენ ხართ ასე მაბრალებენ რომ არ მომღერალი. მომღერალი ნინა წრიალაშვილი და პროფესია მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი ზალჩიკობა. მსახიობ რეჟისორ პროდიუსერი ზალჩიკობა და მომღერალი ნინა წრიალაშვილი, ესე იგი მოვიდნენ რომ წაიღონ 100,000. 8 შეკითხვა მაქვს. 8-ს უნდა გაცეთ პასუხი და თან ყველას 100%-ით დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ერთზე უნდა დააკეთოთ ხოლმე თქვენი არჩევანი. მაშინ 100,000 წაიღებთ. თუ არა და შეგიძლიათ ხოლმე რომ გადაანაწილოთ თან ხა? 4 ბოქსია, აქედან ერთი უნდა დარჩეს თავისუფალი, ან ერთს ზედებთ, ან 2-ზე, ან 3-ზე. 4-ზე ვერ ვანაწილებთ 100,000. სანამ შეკითხვა გამოვა ჩვენ ვირჩევთ კატეგორიებს, კატეგორიების შემდეგ ვისმენთ 4 სავარაუდო შეკითხვას, მერე გამოდის სავარაუდო პასუხს, მერე გამოდის შეკითხვა და მერე უკვე 1 წუთი გვაქვს იმისათვის რომ თან მოვიფიქროთ და თან გადავანაწილოთ თანხა. გავაკეთოთ არჩევანი. დიახ. და შევინარჩუნოთ თანხა. შეინარჩუნეთ თანხა, თორე ამას დაცვის პოლიცია იცავს ბატონო ჩემო, ესე კი არა. თან გერმი არის. მადლობა ბიჭებო. აი ქვემოთაც განახოლმე. ეხლა არის განან. არა, შეგიძლიათ დადგე, იმიტომ რომ სპეციალურად იქიდან გავიდნენ, აი. ცოტა მერე დადგები. მერე და ხო მე. ცოტა მერე შეგიძლიათ. დიახ. ფული რო ჩამოიყრება, მერე უკვე თავი ბევრი ფული არ ჩაიყაროს ქვემოთ. სათხართ რომ დავიწყოთ. სულ არ ჩაიყაროს ჯობია. სულ რო არ ჩაიყაროს, ეგრე ცოტა რთულია. აბა, ეგ არის აქ. რთულია, მაგრამ ეს ზალიკოს იმედი. ვის მომკრეფიაო, ნათქვამია. მე ზალიკოს იმედი, ზალო შენი იმედი. ვინ იქნება აქ ლიდერი ახლა აქ? რა თქმა უნდა ზალიკო. ვინ აიცავს კატეგორიებს? არა, ერთად გადავწყოთ ყველაფერს. ხო, თუ არა და თამაში მაქვს ჯეირანი ძალიან კარგი აქ, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ხშირად და ხო. ერთ ვარიანტს ირჩევს მეორეს და მე ჯეირანს თამაშობ და მის მოუგებს ეგ არის. ზალთან და ნინასთან ერთად თამაშობთ ფულთან. აბა ყურადღებით ეკრანზე 2 კატეგორია. პატარა გორი დიდია ნინა და ჩიტო გრიტო. ნინა. მე პატარა გორი დიდია რა უნდა ან სტალინზე უნდა მკითხონ ხა და ნუ რაღაცა გორთან დაკავშირებული იქნება. ან ვაშლზე უნდა მკითხოს და რა ვიცი პატარა გორი ხო იცი რომ დიდია. და ჩიტო გრიტო რა უნდა იყოს? ჩიტო გრიტო მარგალიტო დერია. ზალო რა ვქნა? არა. როგორ ციტყვა? ჩიტუნები დერია. აბადელი ოდერია დერია. ორი კატეგორია ტიპის არის და. პატარა გორი დიდია. ავიღოთ პატარა გორი დიდია. პატარა გორი დიდია. გორელებს გავუხარდებოთ. პატარა გორი. ხო რა წენინებ. არა, გავახაროთ ესე. პატარა გორი დიდიაო. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება. სოსლანი. საზანდარი. სოსელო. კობა. პატარა გორი დიდია და რა ვქნა? სტალინი, კობა, რა ვქნა? კარგი, ნახოთ რა აზია, იმიტომ რომ სოსლანიც არის რაღაც ამბავი არის, რა ვიცი, ბევრი რამეა. რა ფსევდონიმით აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს იოსებ ჯუღაშვილი გაზეთი ივერიაში? რა აკეთო? დრომიდის.
მოიცა სულ. სულ, არა? თუ არა. ზალო, იმდენ ხას გელოდეთ, ჩვენ რო აღ დავიღალეთ. ყობა? აბა თქვი არ ვიცი, მე რატომაც პირველი ყობა გავიხსენ. ვაიმე. არ გვაქვს. სოსელი. მოდი დანარჩენი ვაიმე, ვაიმე. და იქენი შენ, მე რაღაცა ყობა მგონია. ყობა, არა, ყობა. არა? ვიცით. ჩვენ რა რომ იდის 26-5 წამი გაქვთ. ბაზეთ ივერიაში მოიცადე. ჩქარა 22 წამი გვაქვს, რომ ავიღო. 20 წამი. სოსელო? თუ გინდა მესამე ვარიანტიც გავაკეთოთ, გინდა? არა. ეს ორი იყოს? ეს ორი იყოს. სოსლანი. 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, მე მოვიტანე ყობა. 1. დროა მოიწურა. ნაცარი ყობა, რამდენი საიდან დაგიწა? მოვიტანე? 1, 2. ეს არის 18 წალი. აჰა. 19 და 20. ხო? ყოველდღე გამოვიდა. 20 წალი თუ არის 40000 ლარი ყოფილა სოსელოზე. გაგიმართლათ. არა. ყობა საიდან მოვიტანე? ყობას 60000 ესე იგი. საზანდარით არ ამგონია, რაღაცა არ მახსენდება. თუმცა სოსლანი რაღაცა ხო იცი მაინც ეს ოსური მითოსის გმირი, რომელიც სხვათა შორის საუკეთესო ათეულში შედის, სოფლიო ათეულში შედის ოსური მითოსი. რა უცნაურია, ხო? წავაგეთ. არ ვიცი, ნახოთ სწორი პასუხი. საზოგადოებამ. სოსელო თუ სოსლა? რა ფსევდონიმით აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს იოსებ ჯუღაშვილი გაზეთ ივერიაში? უქვეყნებდნენ, ვიტყოდი მე. სოსლანი. თუ სოსელი. სოსლანით? ჩიტო გრიტოჯობდა ზალიკო, არ გვინდა იმ შობლიური არ გვინდოდა ესე იგი. არა, ყობა ეხა ესეთ თემაა ეხა. არა, ნუ ყობას არა, მე ხა ისე ვარ, ხო ეს ახალ ნათამაშები აქ და არ ვიცი. ეხა ყობა არა, არ ხარად ვიცი, აქედან გამომდინარე. ყარათ იცი, მე ნამდვილად არ მახსოვს რა ფსევდონიმით აქვეყნები და უბრალოდ ცოტა ინტუიციით წავედი რა. კარგი გადაწყვეტილება მიიღე შენ, პირდაპირ გეტყვი. პირველი შეკითხვა ძალიან არ დაგზავნა, ამიტომ ხოჩა გზავ. სოსელო? ხოჩა გზავ. სწორი პასუხია? ეხლა ნახე ის პარტიული სახელისაც წავიდეს. ცოტა დავიჭირო. ხელი გავუშვი. გამოდი. თორე გვევით რამხელა კაცები ჯანან ხო ხდება. ეს ჩავარდა. თამაშში ხართ. ხო. მაგრამ რამდენით? 60-ით თუ 40-ით? ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ვთაბ. 40000-ით ხართ. პირდაპირ გეტყვი. კარგია და 60. აი, ზაალის დამსახურებაა. იმიტომ წამოვედით მე და ზალ. ოჩახ ზაალ. ზაალ. და დათვის პოლიცია, მოდი საკეთე. არ არის. აჰა, ხო გითხარი. ზალიკო, მადლობთ. საერთოდ მე დაარქვეს, მაგ კი იყო ასეთი ფსევდონიმი მქონდა, მაგრამ მე პარტიული სახელი იყო. ეს იყო ბავშვი რო იყო, ბაჟი რომ ბესტა ილიამნო რაღაც გაიგე და მაშინ იყო სტალინის თავიდანვე ესე იგი. ბარც გაეფუჭდა კოკორის პერიოდზე გადადი ლაპარაკი რა. გადახვეოდა იასა. აწიხ მას არ. დააბრუნე სახათ არა, მოიცა. კარგი 40000-ით ვაგზელებთ თამაშს, 100000 აღარ გამოგვივიდა და ვნახოთ მეორე შეკითხვის ორი კატეგორია. სიყვარული, საფრანგეთი, რა განსხვავებაა? არაფერი, ერთი და იგივეა პრინციპში. ზალო სულ ერთია, რომელიც შენ გინდა ეხა მოდი ეს ავიღოთ. ნუ რა ვიცი. La France ou l'amour, არ ვიცი, სულ ერთია. ფრანგულენის სპეციალისტი მე ვარ მაშინ საფრანგეთი აიჩი ახლა. მაგრამ მარტო ინახო არის ძალიან ახლა ფრანგული. არა, ბევრი რამ ვიცი საფრანგეთზე, მაგრამ ძალიან სიყვარულზე რამდენი იცი? უფრო მეტი ვიდრე საფრანგეთზე. ალბათ ესე მაშინ ავიწყოთ რამე. ზალო, რომელიც გინდა სულ ერთია? ავიღოთ საფრანგეთი? იყო საფრანგეთი. საფრანგეთი? La France. საინტერესოა, მაინც აკითხვა. აი, ოზურგეთის ვარიანტია, საფრანგეთი. Get. გაიგე? საფრანგეთი და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება აქეთ. ლუტეცია, მაგნოლია, პარიზიო, ლუცინა. ეხლა ნახოთ კი. საშენო შეკითხვაა ნინა. ნახოთ აბა. არ ვიცი. ჯერ არ ვიცი კითხვა, მაგრამ რაღაცა დაასახელეთ საფრანგეთის დედაქალაქის პარიზის თავდაპირველი სახელი. ოპა. რა როგორ? ლუტეცია, მაგნოლია, პარიზიო, ლუცინა.
პირველი. კარგი. აჩა. პარიზის თავდაპირველი სახელი 50 წამი გაქვთ დრო. მეცე ვიხსენე. იფიქრეთ. აი რა თქონია რო ადვილია, აი კარი. ლუცინა. 40 წამი. ლუცინა. მაგნოლია არ მგონია. არა, მაგნოლია. არც პარიზიო არ არის. იყოს ლუცინა. ლუცინა ან ლუტეცია. 20 წამი დაგვრჩა. რაღაცა დავაზღვიოთ, კი ბატონო. დავაზღვიოთ დანარჩენი. აქეთ დავდოთ. რომ პარიზიო მე არ მახსოვს, მაგნოლიაც არ მახსოვს. ლუტეციაც არა, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა. მაშასე დაასახელეთ საფრანგეთის დედაქალაქის პარიზის თავდაპირველი სახელი ლუტეცია მაგნოლია პარიზიო ლუცინა. ესე თუ არ გვახსოვს. დავითვლი ესე იგი აქეთ გვაქვს 10,000 ყოველი შემთხვევისთვის გდია ლუტეციაზე დანარჩენი 30,000 ლუცინას ერგო. დიახ. პარიზიო მაგნოლია გამოვაგდეთ საერთოდ ასპარეზიდან. კი. პარიზიო არ ერქვა, მეც მარტოღაც მახსოვს ეს რო არ ერქვა. მეც რატომღაც მახსოვს ან სწორი პასუხი გვაინტერესებს ძალიან. ძალიან. და დაუყოვნებლივთან. ყოვნის გარეშე. ყოვნის გარეშე. აბა უყოვნოთ, გითხარით თუ შეიძლება სწორი პასუხი. რაც მომწონს აქ თამაში და არ მინდა რომ ეხლა უცბად წავიდეთ, მაგრამ არ წავალ. არ ვიცი, ნამდვილად არ მახსოვს. ახას კარგავთ პირდაპირ გეტყვი. ნუ არა უშავს დავკარგოთ. თავარია რაღაც დაგვრჩეს რომ გავაგრძელოთ. კარგი იქნება. პრინციპის ამბავია, ჰაზავო. აბა, გითხარი სწორი პასუხი. მე რა ბოქსები გეტყვიან. თვითონ გაიხსნებიან. ველოდებით როდის გაიხსნება? კი. მოლოდინის რეჟიმში ვართ. მოგურეშენ. პარიზიო რო იყოს, ყოფილიყო პარიზიო. მე მგონი წავაგეცი. არა უშავს, სიყვარულში 30,000 დავკარგეთ. არა უშავს. ლუტეცია თუ პარიზიო? ნუ ალბათ მაშინ პარიზიო. პარიზიო არა. ნახე, ერთხელ დითახას რომ აი დაკვირვებული ვარ, დითახას რომ კარგავენ მომენტალურად ამას აღარ ფიქრობენ ხოლმე, სადაც ცოტა ფული მაიზდეს. მომენტალურად გადადიან აი იქ, ბოლომდე. პარიზიო, ესე იგი. მაგოლები რო ვართ ეგრევე გვემჩნევა, მაგრამ ბევრი იმებით გვითამაშეთ ეგრევე. ლუცინა სწორი პასუხი. ლუცინა მახსოვდა რატომაც უფრო მეტად. მე არ მახსოვდა არა და ბევრი ამ ვიცი ამ ქვეყანაზე და უყურე თურმე არაფერ არ მცოდნია. ეხლა თავარი არ ვწოდნია. თავარი არ მცოდნია. ეს არც ისე თავარია. ოჩა, ბრავო. დააბრუნეთ თქვენი 10,000 ადგილზე. ამ ფული თუ და გავიდეთ მესამე ეტაპი. ყურადღება ისევ ეკრანზე, ორი კატეგორია. ეხლა მოგვითხოვ რომ ზალა შენაერთი. ავტონომია, სიმებიანი საკრავები. ავტონომიაში მოდი სიმებიან საკრავზე წავიდეთ. მოდი წავიდეთ. ნუ შენი თემით მივდივარ, შენ თემით. მეც გამეგება რა, მეგონა რომ იმაშით გამეგებოდა, მაგრამ თუ შეხო უფრო სასულე საკრავები არა? არა, ნუ ფლეიტაზე ვუკრავ, კლავიშზე ვუკრავ და კიდე რაზე ვუკრავ. საქსაფონზე. საქსაფონზე ფლეიტაზე ვუკრავ, ახლა საქსაფონზე. ფლეიტაზე ვუკრავ, ცოტა საქსაფონზე ვუკრავ, კლავიშზე ვუკრავ, სიმებიანზე არ ვუკრავ. ხობოის ახლოს არის მან რა. ხო, მაგრამ არ მისცია ჯერჯერობით და ნახოთ აბა მე რა იქნება. კარგი, სიმებიანი საკრავები ესე იგი, ხო? კი ბატონო. წავიდა. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე და ჭიგო ჭიანური ჭიბონი ჭონია ჭონა მე მგონი ეგდროა და წავედით სახში. ნახოთ აბა კითხვა როგორ ჟღერს არ გაინტერესებს? ჭიანურია. დაასახელეთ ქართული ხალხური სიმებიანი საკრავი რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში. და ვისა რაღაცა დაუკარი ვითომ ჭიანურია. ჭიგო ჭიანური ჭიბონი არ არის. ჭონია. საკრავი არც ერთი. ან ჭიბონი ან ჭონია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონშიც უნდა იყოს გავრცელებული და დასავლეთ საქართველოში უფრო გავრცელებული. რაღაცა რო ანდაზა თუ სიმღერა ხალხური ვითომ ჭიანურიაო.
45 წამი. ჭიგო ან ჭიანო. ჭონია. ჭიგო. ან ჭიგო ან ჭიანური? გავყოთ? ჭიბონი. ჭიბონი და ჭიანური. ნახევარი წუთი დაგჭათ. ნუ ხეშ დავიჭიროთ და რაღაცნაირად ის ქნას. აბა რას ფიქრობ? აზი არა ვარ. აი ახლა ჭიანური ავიჩემე მე და შეიძლება არა ვითომ ჭიანური. არ დამიჯერო არ მაქვს. არა, არ ვიცი. დავიცი, როინა ხა. და 3-ზე შეგვიძლია დავდოთ თუ 2-ზე? 3-ზე. დააზრი აქ როგორც კაი ჭიგო და 10, 9, 8, ჭიბონი, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ჭიგო 2000, ჭიანური 2000, 4000 ბოდიში ორივეზე. ჭიგოს 4000, ჭიანურს 4000 და 2000 ჭიბონს. ჭონიას არც ერთი. ჭონია რა არის? ავტონომია აგვიღო მგონი ჭობთანუ რა. არა მე მომწონს ჭიანურზე 4000 რომ დევს, ისე არ არის ცუდი. ეს ჭიბონი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არის ნავცელებული ნეტა? და ბარში არის, არ ვიცი ჭიბონი. არა, ბარი არა გვაქვს. საქართველოს თია რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოს თია რეგიონში. ჭიანური ხო და ეს რაღაცა დასაწყისი არ მახსოვს რაღაცა ვითომ ჭიანურიაო და ეს გავხსენებოდა გამოვიდა. აი, ორი იყავი, შენ იყავი მართლა. ვითომ ჭიანურია? ჩვენ დაგვრჩება ახლა 4000. 4000. ნახოთ აბა რამდენი დაგვრჩება. დაუკარით რაღაცა ვითომ ჭიანურიაო. აი ეს მახსოვდა. ამიტომ დაგეგე ჭიანურს. ჭიგოს მაგალითად კახეთში ეძახიან ღობეში გარჭობილ გათლილ ხის ტოტს რა. ჭიგო. ო ცხვილს. გასაგებია. ხშირად უნდა ვიაროთ. აი ჭიგოზე წამა აგო რა. ანუ ჭიგო არის. ხშირად უნდა ვიაროთ რეგიონებში რომ დავიმახსოვროთ სპეციფიური ესე იგი ტერმინები ყველა. იცი რა, რატომღაც მე მახსოვდა რომ რაღაც უფრო ჩასაბერი იყო ვიდრე სიმებიანი და მაგიტყვა ამერია ეს. შეიძლება. ო. ჭიანურია რა. მე ხვდები ხოლმე ხო ის მოეშვები და ჭიგო არ არის. კითხვას არ ელოდები, მე უფრო ხვდები. ამოაგდეზე. კაი, ჭიგო გამორიცხეთ 4000 ჩავარდა. და დაგვრჩა რა. სამი ბოქსია ჯერ კიდევ დაკეტილი. და პაჭკები რომ გავხსნათ ეგრე არ იქნება რომ არ იქნება, არა. სწორი პასუხი გვინდა? დიახ. ჭიანური. იქნება. ოღონდ სარეკლამო ტრის მერე. კარგია რეკლამა როცა არის ხოლმე არხზე რეკლამას რო უყურებ, კაი მე შეგიძლია გადაფურცლო იქ ნახო და სწორი პასუხი მე მესმისო თქვენ უკვე იცით ტელევიზორებთან მისხეთხართ, მაგრამ ჩვენც გვაინტერესებს. მესამე შეკითხვაზე ვართ და ეს შეკითხვა ჟღერდა ასე: დაასახლეთ ქართული ხალხური სიმებიანი საკრავი, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში. დიპლიპიტოებთან ერთად. ჭიგო, ჭიანური, ჭიბონი, ჭონია. ჭიგო გამოირიცხა, დაგვრჩა და 4000 დავკარგეთ ფოტოშორის. დაგვრჩა 4000 ჭიანურზე, ჭიბონზე 2000 და ჭონიაზე 0. 0, 0, 0. სწორი პასუხი. ჭიანური. მეგობრებისთვის. აზავი. ჭიანური. ნუ აკაია დაგჭა. 4000 დაგჭა. ჯერ ჩემთვის უნდა დამეჯერებინე. აი დააბრუნეთ თანხააგზე ბატონო ზალ. კარგი, მზად ხართ მეოთხე კითხვისთვის. კი რა აზარში შევიდე. აბა მოდი ვნახოთ კატეგორიები მაშვინ. მოდი ვნახოთ. დარჩა 5 შეკითხვა, მეოთხე შეკითხვის ჯერია 4000 ლარით ვართ, მაგრამ გვიხარია აზარში ვართ. Watch you sleep baby, baby. Come on, niavo, niavo.
ნაპოლეონი და დიდი იმპერია. წავედი მე სახში არის. კარგად ზანდებოდეთ, ჯანმრთელად ბედნიერად, მიხარია რომ მოხვედით, მაგრამ რას იცავ? აი ახლა დავამშვიდობოთ ერთმანეთს. მოდი. ხო, სულ ერთია. შენ ხო რაღაც სახელებს ვირჩევთ ხოლმე და ავირჩიოთ ნაპოლეონი. ნაპოლეონი არის. ხო, იქნება ნამცხვარი. იქნება ნამცხვარი. კრემის ინგრედიენტები ვკითხო. მოხარშული. ნაპოლეონი. რძე. კი, ბონაპარტი. ნაპოლეონი. ვი. ეგ არის რო? ნახოთ. ნეტა ნამცხვარი იყოს, მე მგონი ვიცი გამოცხობა. ნაპოლეონი და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე გამოისახება ახლა. წმინდა ელენეს კუნძული, კუნძული კორსიკა, მადაგასკარი, იამაიკა. კორსიკას დაიბადა და დაკრძალეს. წმინდა ელენეს კუნძულზე დაკრძალეს. დაკრძალეს და იქ დაიბადა, ხო? კორსიკას დაიბადა იქ. აბა ვნახოთ რა უნდა ხეთი, რა შეკითხებია. სადაა? სად გადაასახლეს ნაპოლეონ ბონაპარტი ვატერლოოსთან მარცხის შემდეგ? კი ვიტყოდი ეხა, მაგრამ უხერხულია. სად გადაასახლეს? აქ. კარგი. დრო შევაჩერო? ვიცი რომ ერთგან დაიბადა, აქ კორსიკას დაიბადა, იქი რაღაცა ისენი და ნანაჩენი. კარგი. რა ვქნა, შევაჩერო დრო, შემიძლია შევაჩერო დრო. და მე დამატებით არა. შევცვალოთ? იამაიკაზე და მადაგასკარზე ვითო? უცებ გადავწყვიტე? ხო მე რო კობა გადავწყვიტე, ახლა შენ ეგრე ხო, გადავწყვიტე. რაღაც ეგრე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ელენეს კუნძულზე დაკრძალეს. ხო. რო გადაასახლეს. სად გადაასახლეს? ხო. ხო და ჩვენ ვიცით დაბადება და გარდაცვალება და გადასახლება. ვატერლოოსთან მარცხის შემდეგ სად? არა და შორს გადაასახლება. 17 წამი დაგჩათ. 17 წამი ზოგჯერ იცი რამდენია? ვი. შორს გადაასახლებენ. სულ ერთია ზალო, სადაც გინდა დადე. თუ გინდა ერთი მან დავდოთ, ერთი სადმე აქეთ დადე. აქა. 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ეს გაიხდა ახლა ეს. რა ვიცი, აი. იცი, თუ გადაგასახლებენ, ლოგიკურია რომ შორს გადაგასახლონ, ხო? არა? ან ისეთ ადგილზე გადაგასახლონ, რომ ადვილი მოსადგომი არ იყოს. ხო. თავის მშობლიურ ამბავში არ გადაასახლებდნენ. იქ დაკრძალეს, მაგრამ შეიძლება გადაასახლეს იქვე მოხდა? მაშინ ელენესთან არის? ნუ ეხა რა ვიცი, იქნება ჯერი გადაასახლეს და მე გადმოასვენეს, რა ვიცი, ნახოთ. სხვა რაღა დაგვრჩენია. აზალო, მიფარეთ. არც არაფერი. პასუხს ველოდებით. პასუხს ველოდებით. აუ მომწონს თამაში რა. ჩვენ დრო უნდა შეგვეცერებინა. კი. და დაგვეტოვებინა ეს 4000 იქ. რა უნდა გექნათ? არ უნდა დაუჯერო ხალხი. იქ უნდა დაგვეტოვებინა 4000. წმინდა ელენეს. რას გთავაზობდათ წამყვანი? დროის შეჩერებას. ასე რომ წამყვანს ვერაფერს დავაბრალებთ. საკუთარ თავს დავაბრალებ. მხოლოდ და მხოლოდ. თუ წამყვანი რო თქვენ ხარეზე იყო, მიხვდით ალბათ. არა? ელენეზე. კი. ესე იგი, ხან მე ვახუჭებ ზალიკოს, ხან ზალიკო მე, აი ეს არის რა. 2000 დაგჭათ, არა და შეიძლება 4 ყოფილიყო დრო რომ გაგეჩერებინათ. დაბრუნეთ ადგილზე 2000. ოთხი შეკითხვა გავიარეთ და 2000 ლარი გვაქვს. ვიშ რა კარგია. მეხუთე შეკითხვის ჯერია. ოღონდ აქ ცოტა იცვლება ჩვენი თამაშის წესები და აი ეს ბოქსი ეთიშება თამაშს და მხოლოდ 3 ვრჩება. ამ შემთხვევაში 2-ზე გადაანაწილეთ თქვენ ვერ გეტყვი. მოკლედ რა, 3 თამაში. კი, გავიგე. ნახოთ კატეგორიები. ეხლა ცოტა ჭკვიანურად აირჩიეთ. გადასარევი, მადლობთ რომ მოგწონს მიხარია. საქართველოს მეფეები და შოუ ბიზნესი. ამოირჩიეთ, აბა. შოუ ბიზნესის წარმომადგენლებო. მე არ ვირჩევ ზალოს შენ რომელიც გინდა ამოირჩიე. საქართველოს მეფეები წლები ზუსტად გახსოვს ყველა კარგად? წლებს ვინ გეკითხება კაცო? ნუ რა ვიცი რა მეკითხები. შოუ ბიზნესი წლები გახსოვს შოუ ბიზნესის? რომელი შოუ რომელი შოუ ბიზნესია? ბიზნესის ესე? სულ ერთი. და საინტერესო კითხვა იყო ეს. ერთი და იგივეა რომელი შოუ მეფე. ბიზნესია? გორის შოუ ბიზნესი. ტურიზმი. თუ გორის შოუ ბიზნესი იქნება, კი ვიცით ეხა, ჰა, შენ სუხიტა და უთო. კი არის 3 ბოქსი დარჩენილი. ხო.
ჯეირანი ხო არ ვითამაშოთ? საქართველოს მეფეები ავირჩიეთ. ავირჩიეთ საქართველოს მეფეები. აი ესე ღირსეულად მაინც წავიდეთ აქედან აუცილებლად, აბარადა. კარგი, საქართველოს მეფეები ავირჩიეთ. ვაი დედაჩემო. სამი სავარაუდო პასუხი. გურანდუხტი, რუსუდანი, ბურდუხანი. მე მგონი შოუ ბიზნესი ჯობდა. რატო? რა ვიცი, ნახოთ რა შეკითხვაა ჯერ, მოიცა შეიძლება არ იყოს ზართული. აბა, ველით. რა ერქვა თამარ მეფის დედას? თამარ მეფის დედას? ეს არის სპეციალურად ჩაგჭრით ახლა, აი ესეთი შეკითხვა. ხო, აი ეგეთი იყო. რუსუდანის გოგო არ იყო? თუ გურანდუხტი. თუ გურანდუხტის. აი მე. ბურდუხანის არ იყო მე მგონი. რუსუდანი თუ გურანდუხტი. აი მე. თამარის დედას. თამარის დედას. გურანდუხტი. 25 წამი გაქვთ. გურანდუხტი. რუსუდანი იყო და თამარ. 15 წამი. თუ რუსუდანი. ვახჩა. ნინა. აქე თუ იქე. სადაც გინდა. ზალა შეგადაწყვეტე. რუსუდანი. შეცვალებოდო წამს? აქეთ გადმოვდე? კი. აი აქ რუსუდანზე დადე 2000? თუ გურანდუხტი ჩემი. არა იქ. კაი, რა მნიშვნელობა? თავარია თამარ მეფე კაი გოგო იყო და დედამის რა ერქვა არ არის. თამარ მეფე კი, მაგრამ კაი. ნახოთ, სწორი პასუხი. ხა დაცვა ტყუიანად დგას, მე მგონი რუსუდანი. არა, გურანდუხტი. ხო, კაი, არა. თან რა იყო, იცი რომ შენ რო აი ეს გადმოაგდე აქეთ. აი ამ კიდეს რო არ დაეჭირა, უცებ შეიძლება გასრიალებულიყო ესე და აქ მოხვედრილიყო. ეხა ბურდუხანი და აი ამან გადაგარჩინა რომ აქ მოხვდა, მაგრამ კასარის გადაგარჩინა. თუ გურანდუხტია, ბურდუხანია. კიდე რო არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა მეთქი ვფიქრობდი, გაიგე? ეხა ერთი კაი 20000 გინდა და გიქე ჩავიდოდით ბოლომდე, ჰა? აი ეს არა ქვია ზალო. დავაგეთ. ბურდუხანი ყოფილა. თქვენ გახსოვდათ? გახსოვდათ რომ ბურდუხანი იყო. რატო არ გვეკარნახეთ მე რა? არა, აი კიდე რო არ ყოფილიყო, გადადიოდა იქ. აი როგორ დაეჯახა და მიფიქრე ხა ახტება თქო და არ ახტა და ესე დარჩა აქეთკენ და ესე იგი ესე იგი ნუ ასე იყო საჭირო. ეხა მე უნდა მოვიდე სათამაშო და შენ უნდა წამოგიყო. აი, ყველაზე მათეთ გამოსtildeება გვაქვს უკვე. შეიძლება? რატო დაილია ამ სურველი? რა არის ეს? ეს არის Geocell Connect-ი. უი, შენიერია მთაში. ყველაზე მობილური ინტერნეტი დედამიწის ზურგზე, რაც კი ჯერჯერობით საქართველოში არსებობს, ყველაზე სწრაფია. და რა ვიცი? ძალიან დიდი ისარგებლეთ ერთი, თქვენ გეთაყვანეთ. დიდი მადლობა. ესე ძალიან საჭირო მთაში რომ წავალთ, მოკლედ. მთაში წახვალ, ბარში ჩახვალ, სადაც გინდა წადი, შენი ინტერნეტი სულ თან გექნება. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა ნინა. მადლობა რომ მოხვედით, ძალ. მადლობა. აგეთე. ნახვამდის. ვაგზელებ ჩვენ დღევანდელ შოუს ფულთან თამაში და ჩვენი სტუმრები არიან ჩემი ოქრო დაბაჯაღლოს საზოგადოება სალომე ბაკურაძე და ოთონ ემსაძე. გამარჯობა. როგორა, რომელი რომლის არის ხა? არაგვერიოს. როგორა ხართ? კარგად, გადასარევად. ჩემი ხუჭუჭები მოვიდნენ, ხალხო. ოცო დადექი? და. სალომე მიუდექი გვერდსაზე და? აქ ვარ.
კარგები ხართ. დღეს ხუჭუჭური თამაში იქნება. ფულთან თამაშობენ ორი ხუჭუჭი. ოთო ნემსაძე და სალომე ბაკურაძე. სუპერ მომღერალი საზოგადოება, რომელმაც გადარია სრულიად სამყარო და ეჭვმაქვს კიდევ გადარევენ და გადარევენ სრულიად სამყაროს. ოთომაც გადარია სრულიად უკრაინა. სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ყველანაირი გაგებით. იმედი მაქვს, არა? Горячий хлопец. Горячий хлопец ხო იყო? ეს არის 100,000. თავები რომ მივარტყით ერთმანეთს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს 100,000 უკვე თქვენი გახდა. რა, აიღე. აჰა. რომელი გინდა? ევროპაბეტი წარმოგვიდგეს ხოთაშურის ამ თამაშს. ნახე რა კაია. ფულებია ბევრი შიგნით, 2000 ლარიანი შეკრებია ესენი, დიდები, იმიტომ ამ სუქნები. მაგარია. სულ არის 50 ცალი. ეხლა პირდაპირ 100,000 იმედი ნუ გექნებათ, იმიტომ რომ თქვენი შესაძლებლობები რადგან ვიცი 60-ს თანახმავ. აი, კარგი, კარგი. ისეთი რამე თქვი რომ კარგად გაიყოს ზუსტად 25-ები და რაღაცები არ გვინდა. კარგი, მაგრამ 80-ს თანახმავ. მომად. კარგი, 40 შენ, 40 შენ. მოდი ეხლა გეტყვით იმას, რომ ამ ფულს და თქვენს და ჩვენს გვიცავს დაცვის პოლიცია. ბიჭებო, შემოდით ჩინით, არ არის პრობლემა, არ აქვს ამას ეგ პრობლემები. კარგი. მაშასე, რაღა ბევრი გავაგრძელო და ოთოსთან და სალომესთან ერთად თამაშობთ ფულთან. შენ წესები ისი. კი. გამოვიდა კატეგორია 2 ცალი, 1 ავარჩიეთ, მე გამოვიდა 4 სავარაუდო პასუხი, მე შეკითხვა მოვისმინეთ და წუთი გვაქვს იმისათვის რომ ფული დავდოთ სწორ პასუხზე. 1 ცალი რჩება ყოველთვის თავისუფალ. საშეკროში 2000-ია, ხო? ხო. წავიდა პირველი ეტაპის 2 კატეგორია. ზღაპარი, ჰოლივუდი. რომის ზღაპარი? შენი ხარ, შენი ეხა გოგო ხარ დაირჩიე და რაღაცები არ მინდა, რაც ემანციპირებულად თუ შეიძლება. ზღაპარი. 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 და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე დავიხიეთ უკან. ყური, ცხვირი, თმაი, ცხილი. რა ზღაპარია ლაპარაკი კაცო? აბა, ზღაპარი გვაინტერესებს, რაზე არის ლაპარაკი, რა გაინტერესებთ? რა ეზრდებოდა ტყუილის თქმის შემთხვევაში ხის ბიჭუნა პინოქიოს? იცით ხო? აუ, ოჩახლა. აუ, წავიდა დრო, მიდი დადეთ ფული. ოდი, შენ წამოიდე რა. არა მძიმეა ეს ესე მივაჩაჩოთ პირდაპირ. თეთა. იგივეში. შეგვიძლია შევაჩეროთ დრო. შევაჩეროთ დრო. შეჩერდი წამო. შვენიერი ხარ. პინოქიოს ეზრდებოდა ხვირი. ხვირი. ეგ თუ ფოტოებს რო იღდი ის. არა. ბევრი ანეკდოტია მაგაზე პინოქიოსთან დაკავშირებით. ტყუილის შემთხვევაში პინოქიოს ეზრდებოდა ანუ მაინც სასანერვეოა. პინოქიური როა და ტოტიკა. ა? შკაფშკო მასკა. მიდი აბა. ცხვირი ეზრდებოდა პინოქიოს. დააბრუნეთ თან ხალხზე გილოცავს პირველი ეტაპი შენი ვერ გადა. რამოთ მე მარტივად არ გადმოდის გენაცოლი. დაგეხმაროთ? გადადება უფრო ადვილია. 100,000 გაქვთ, კიდევ გაქვთ. წინ 7 შეკითხვა გაქვთ და რა გენაღლებათ რა? არაფერით არ გვენაღლება. ნახოთ აბა მეორე ეტაპის 2 კატეგორია. ფიზიკის მოყვარული ბრიტანულ მონარქიაზე გადაინაცვლებთ ალბათ. ისე ფიზიკა არ ჯობია. ბრიტანული მონარქია, კარგად იცი? უყვარსთან. ანუ შეხო გიყვარს ფიზიკა, მე ვიცი. მიყვარს ფიზიკა, მათემატიკა მიყვარს, მაგრამ ახლოა და ფიზიკა. ფიზიკა მათემატიკური გიყვარს ესე. რაღაცეები. ნუ ბრიტანულ მონარქიას მირჩენია. რა მაგარია. არსებობენ საქართველოში ადამიანები ოთოს სახით, რომელსაც ბრიტანულ მონარქიას ფიზიკა ურჩევნია. მარტივი ფიზიკა. ნახოთ, ფიზიკა. წავიდა 4 სავარაუდო პასუხი.
გეორგ სიმონ ომი. ახანა. ანდრე მარი ამპერი. ის მაგარტყავს. ალექსანდრო ვოლტა. ალბერტ აინშტაინი. ვიომოთ? ყველა გეცნო? კი. ყველა ცნობილია ძალიან. ყველა გეცნო გაუმაგრე მხარი. ნახოთ აბა რა ხდება. ვინ აღმოაჩინა ელექტრული წრედის კანონი, წრედის? ეგ იქნება ან ამპერი ან ვოლტა. ამპერი ვოლტა. წრედი. სიმონოვი. ხო, ნუ მედის არაფერს არ აინშტაინი არ არის. რო მიდის ვოლტა. და გაქვთ 45 წამი. უნდა გადავანაწილოთ რა, იმიტომ რომ ეს სამივე არის კანონებში ბევრგან რა. ხო, მაგრამ აი რაღაც წრედი. 40. ელექტრული წრედია. მოდი. ამპერი ვოლტა. 1 2 3 4 5 6 12000 30 წამი. აქ დავდო? დადი. კიდე დადი მან. კიდე დადი მან. ოთორაზეც ყველაზე მეტად გონია იმაზე დადე ბევრი. 20 წამი. ვოლტაზე გონია? ვოლტაზე დადი. 15. არ მგონია იქეთ. არა და ომი არის. ხო, შენ როგორც მე. ოთო ძალიან ცოტა დარჩა დადე. რო ამოიწურა ანუ ესენი ყველა მახსოვს, მაგრამ ესე ზუსტად არ. აინშტაინი ალბერტია გამოირიცხა, იმიტომ რომ წრედის კანონი შეიძლება და მანამდე მიეღოთ, ხო? უფრო მანამდე ვიდრე აინშტაინი უფრო სხვა რაღაცებთან ასოცირდება ჩემთვის და ასე რომ ვოლტა, ამპერი თუ ომი. ეს სამი დავითვლი სად რამდენი დევს ახლა თქვენი ნებართვით? მგონი ბევრს დავკარგავდით ახლა, ნუ მე მგონია ბევრს ძალიან მგონია ომი რატომღაც ანუ ესე ცოტა გვიდევს მე რა და მიკეთებ 20000 გიდევთ რა ქნათ ახლა მე. ნუ შეკურა 20000 შეკურა გვიდევს და თითოეულ 2000 შეკურა ვიგულეს 1 2 3 4 5 10 აუს ზუსტად არ მახსოვს 15 და კიდე 2 17 წალია შესაბამისად 34000 დევს აქ და ვოლტას დანარჩენი ერგო წილად 20 34 და 46 მიდი ვოლტა აი ხა ჩაიყრება ბევრი ეხლა წავა ჯლიგინით ფულები ორ შორის მაინც რო ქონა დარჩევანი მე მეგონა რომ აი ორ შორის გავაკეთებდით ეს სამი ისეთი ერთნაირი ხო ეს კანონი თუ არის ეხლა ისე და ამბავი ზუსტად რა ვქნა ეს სამი ზუსტად ერთნაირი მიღწევების მქონია ჩემთვის ანუ ფიზიკაში აინშტაინი მოიკოჭლებს ხო აინშტაინი უკვე ის აგიჟეთი აქ ცალკე სამყაროა და ამიტომ არა ესე რა ვიცი ხო ვიცი რომ დანგული გაგისკდება ბოლომდე მაგრამ არა უშავს შენ ერთად გავუძლებ ამ ყველას ამპერი გამოიდის იმედია რომ ვოლტა მგონია მეც მაგრამ ანუ ის სამი ისეთი ერთნაირები არიან ანუ ფიზიკაში ჩემთვის რომ ვერ ვიზამთრ ხო მაგრამ მე რაღაცნაირად გონია რომ ელექტროობას და რაღაცას უკავშირდება აი ისიც არის ის კანონებში ომიც ძალიან მნიშვნელოვანია ვოლტას და ამპერის და რა გავაკეთე მაგრამ რაღაცნაირად აი ისე წინაღობის კანონი აქვს ომს მოგონილი ანუ წინაღობა არის ომი ვოლტა არის ვოლტი კანტარი ვოლტა შესაბამისად ვერ გავრისკავდი ესე რაღაცა რო არა ესე ერთზე ხო თუ ზუსტად არის ვერ გავრისკავდით მაგრამ ახლა გონერეო შენ თუ არ იქნები არავინ არ მინდა ფულით დარჩი ფულით დარჩი ნუ აინშტაინი გამოვრიცხეთ და შესაბამისად მაგრამ გააჩნი 50 აი ეს დარჩი 20000 ან 20 გაქვთ ან 46 46 გვაქვს ჯობია ო ტუტიკ ტუტიკ ფოსიკ ხო ის როგორ გიყარ ხარ ჯო გამომხნევებელი ტაში ფული დარჩათ 20000 დარჩათ არა და ვიცი ცლა აუქნა მანანა მასწავლებელი მაპატიებს კი ნუ გასაყოფად 20000-იც კარგია მთავარი ძალიან კარგი უბრალოდ მე რაც მემეტევოდა ის თქვენ უკვე დაკარგეთ ხო
40000 გავიმეტე და აღმოჩნდა რომ ბიჭებისთვის შენ ასწრიფე მოგვეცი, მაგრამ ჩვენ რაგი ჩვენი დანაშაული. ხო, მაგრამ რა იცი რა მოვიდოდა ხამუშაძის გაჭირება. კარგია, ეგ რომელია ეგა? ეკალა რო კაია. ნიგოზი რა ყველაფერს რო უხდება ეგეც არის, ხო? კარგი, აბა ნახოთ მესამე ეტაპზე რა სიზავენ ჩემი ოქრობაჯაღლო ხუჭუჭები. ცნობილი პოლიტიკოსები და ცნობილი მომღერლები. ნეტა რომელს აირჩევთ? ნუ ეხა ეს არ იქნება რა თქმა უნდა ძალიან მარტივი არც მომღერლები და მით უმეტეს არც პოლიტიკოსები. ისე მომღერლები ჯობია. ისევ შინაური სფერო ჯობია, ხო? შინაური სფერო. აქ შერცხვენა კიდე უფრო საშინელებაა. ნუ ახლა ამის გამო არ არჩევა უფრო საშინელებაა რომ არ იქნება მაგაში არ შევწყვეთ და არავის რჩიოთ. რა უნდა შევწყვეთ, კაცო? ჩემი ჯეიზი, მიდი. ცნობილი მომღერლები. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ჯენიფერ ლოპესი. ლაია შაკირა. ლედი გაგა. ბრიტნი სპირსი. აუ ეხლა რომელმა მოხსნა რაღაცეები და ხო. ჭირი ნახოთ აბა. შეკითხვა. 4-ვე ცნობადია ჩვენთვის. რომელმა ცნობილმა ვარსკვლავმა უმღერა თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდი მუჰამედოვს. აუ. ვინ არის ეს კაცი? გურბანგული ბერდი მუჰამედოვს დაბადების დღეზე happy birthday Mr. President. Happy birthday Mr. President ეს იმღერა ხო გახსოვს? ვინ იმღერა? ეხლა ვითომ კარგად წავიკითხე იმის იმიტაციას გეტყვით. ეს არის ვინმე ბერდი მუჰამედოვი გურბანგული. დრო მიდის? არ გონია? მითხარი. შაკირა, ლეიდი გაგა, ბრიტნი სპირსი თუ არა. გახსოვს ეს სიმღერა მახსოვს, მაგრამ ანუ ეს გამიგია. თურქმენეთის პრეზიდენტს უმღერა. მახსოვს, მაგრამ ჯენიფერ ლოპესი არ არის? პრეზიდენტ. ლეიდი გაგა არ იქნება, იმიტომ რომ ახალია, ან ბრიტნი სპირსი, ან შაკირა. ხო. მე მგონია რომ შაკირა, მაგრამ თქვად ნომენდოვი. ძალიან ცოტა დაგვრჩა. დრო მიდის, ნახევარწუთზე ნაკლებია. ბრიტნი სპირსი, შაკირა. ბრიტნი სპირსი უფრო happy birthday. My dear. My dear, მიდი. გადანაწილი, დროზე 15 წამი. ყველა შაკირა, მე მგონი უტვინობას ვიზამთ. თუმცა რამდენია? მოდი ერთი კიდე. 5, 4, 3, ერთიც კიდე. 2, 1. ბრიტნის 4000 და შესაბამისად დანარჩენი თანხა აღარ ნერვიულობ, ბევრი აღარ არის, აღარ ნერვიულობ. ბევრი აღარ არის, რატო? სახში დატოვე ორიამდე. ჯენიფერ ბრიტნი სპირსი. 4 და 16. ვერ მიიწევდა, ვერც ჯენიფერ ლოპეზს ვერ ჩაიყვანდა, ვერც ლეიდი გაგას. არა, როგორო? ლეიდი გაგას რა არის როგორო? გამორიცხული. როგორო? ვინაო, რაო? ისო, ვერც ჯენიფერ ლოპეზს ჩაიყვანა და ვერც ლეიდი მომიშინაურა 2 წუთში, მიხდი? ვინმე თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდი მუჰამედოვი. როგორ ბიძად გამიხადა? გურბანგულ ბერდი მუჰამედოვ ის დაბდრეზე. Happy birthday Mr. President რაღაცა ის სიმღერა. შეხო, აი დაწყებული იქედან აქამდე. მე ხო YouTube-ის ადმინისტრატორი ვარ. ნამდვილად. აი მე რაღაცა იმგონია რომ ეგეთ რამეს happy birthday რაღაცა შაკირა თუ იმღერებდა. არ ვიცი, ხარ არ ვიცი. კარგიო, თოძიც როგორ ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ? მე გადაგიხდი დაბადების დღეს. მე კიდე გიმღერებ. Happy birthday. ესე რო აკეთებ, ახლა ხვდები რომ დატყვილი პასუხი ყო. მერლინია. Happy birthday. გამოიწვი აქეთ რა. Happy birthday. ჩემო სალომე. President არა ისა კიდე. არა. Happy birthday to you. ახლა გიმღერებ. ეს მაიჩექჩეთ. პირდაპირ გამოიტანა წავედით? არა, კონექტები მაქვს თქვენ. ეგენი გვაქვს. სხვა რა მე რა ხო. კიდე გექნება. ხურმილი არ არის, ალო არ არის. ალო მალე ჩამოვა. სპეციალოები. ძალიან განვიცდით ხა. კორპორატიული ხუმრობა. კორპორატიული ხუმრობა. ალო. ალო დაგვეხმარი, ალო. არ გადმოგწე ხა. რატო გადმოგცემ გედოს? არ გადმოგწე. ეო კონექტები თქვენ. ძალიან გვიყვარს ეს მაგრამ.
იცით ეხა ეგ რაც არის საზოგადოების ვეტყვი ვაჩუქე მათ ყველაზე მობილური ინტერნეტი GeoConnect-ი. GeoCell-ისგან. კაი დავხურჩე უკვე თვალები. სწორი პასუხია ოპა. Gangnam Style. ჯენიფერ რომელი? ოჯახი ყავს და დარჩებოდეს სახში იმედია. რაღაცა ეხა მიხედე ბავშვი. და ეხა მოდუღე გურბანგულთან სამღერად თუ შენ არ უმღერედი happy birthdays შაკირა მაინც წავიდოდა. ევასება არ გაგვიგოს. არ გაგვიგოს. ევასება და რაკნას. რა? ვითომ შაკირა იმოსება და? არა. დაზღვეული რაღაცეები ევასება. ვამპირები? ეჭვი მაქვს, რა ვიცი? არც იმას არ ეკნება ნაკლები დაზღვეული. ხო, იმასაც არ მაგრამ ამისი განსაკუთრებულად დაზღვეულია. ნუ უფრო გაპიარებულია თორე შეიძლება იმასაც დასვა. კარგი, მაშინ აჰა, კითხავ, რა სიზამ ამ 16000 დრო შენი გაქვს და რა შენი? მე? გაბაგრძელებთ თამაშს, თუტიკო რა? კარგი პასუხია ეს, გიждები ეგეთ პასუხზე. მაგრამ არავის არ გაუწია ჯერ. თამაშს გავაგრძელებ თუ არავის არ. ღმერთი! ჟჯული. ჯეო. სწორი პასუხია აი შენგან ეს ნერვიულობა თურმე მომანატრებია, მაგრამ ამდენიც არა. და სცენაზეა მირჩევნია. სცენაზეა. სცენაზეა სწორი პასუხი გვაქვს. აი ამასაც აკეთებდებ, ამას ხო ვერ ჩააკეთებდე და. ხედავ რატო დაღონდი მოდი ჩემთან, მოდი. დავღონდით ჩემი დაღონებულები ცხვირი ხო გამოვიცანე. ცხვირი გამოიცნო, პინოქიოს ცხვირი გამოიცნო. ოჩახ ოთოს, ოჩახ სალომეს ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე, სევდია ნოტაზე ჩვენ დავადგინეთ რომ გულბანგული ესე გიждდება ჯენიფერ ლოპესის ანუ არაფრად რო რაცხარაცხეებზე და გესიდობები დროებით.